მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებ საუბრებს ქრისტიანული კატეხიზაციის შესახებ და კერძოდ ჩვენ ვიმყოფებით მე-6 კვირაში, ეს კვირა გახლავთ უკვე ლაზარეს შაბათი და მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, იგივე ბზობა, ბაიაობა, ჯვრის აჩრდილი ჩამოწვა ქვეყანაზე. ფაქტიურად ამ კვირას დასრულდება მარხვის პირველი თავარი ნაწილი 40 დღე და ორშაბათიდან დაიწყება ნების შვიდეული. რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ამ დღეების შესახებ და რა არის აუცილებელი ჩვენთვის. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქრისტიანისთვის ბზობა, ბაიაობა მხოლოდ თევზით გამხსნილება და ბზის რტოების მოკაფოა და სახში მიტანა გახლავთ, რაც რა თქმა უნდა სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენთვის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე გაეკვრება ჯვარს, სანამ მოხდება მისი გააყიდვა, მისი ჯვარცმა, სანამ ის ფეხებს დააბანს თავის მოციქულებს და საიდუმლო სერობას დააწესებს, მანამდე კიდევ ერთხელ უკვე ამაზე დიდი სასწაული მას ფაქტიურად არ აღუდგენია, მან კი აღადგინა ნაინელი ქვრივის ვაჟიშვილი, მაგრამ 4 დღის მიცვალებული, გარდაცვალებული არავის არასოდეს არ აღუდგენია. ეს იყო მკაფიო სასწაული, კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოციქულები და იუდეველები, რომ ის არის ღმერთი ჭეშმარიტი, მას აქვს უფლება სიკვდილის დამარცხების და რომ არ დააბრკოლდნენ მოციქულები. აი აქედან გამომდინარე ის ამ უდიდეს სასწაულს აღასრულებს, მისი ბრძანებით პირდაპირ გამოდის ლაზარე და ამით კიდევ ერთხელ დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის ჭეშმარიტი მესია, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს სიკვდილი. და შემდგომში იწყება იერუსალიმისკენ მსვლელობა, ძალიან საინტერესო, მას მოგვრიან მისივე კურთხევით სახედარს და მის ჩორჩორს, ის ამხედრდება ჩორჩორზე კიცვა ზედა კარაულისასა, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველი 400 წლით ადრე ბრძანებს და დავით მეფსალმუნე 117 ფსალმუნში ამას იმეორებს, აი ასულო სიონისაო, მოდის შენი მეუფე. მას ბავშვები უძღვნიან ქებას, მეძუძური ბავშვები, ესეც სასწაულია, წარმოუდგენელია ხო, რომ პატარა ბავშვმა უფალი ადიდოს, ბავშვების გაჩუმება და იმ საზოგადოების გაჩუმება სურთ ფარისევლებს და მწიგნობრებს და ქრისტე პასუხობს, რომ ესენი რომ გაჩუმდნენ ქვები აღაღადდებიან და აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ კვირას, ბზობას, ლაზარეს შაბათს მთელი ჩვენი ცხოვრებით, მთელი ჩვენი შიდა და გარე სამყაროთი ჩვენი ცხოვრება უნდა გაუფინოთ მაცხოვარს და არა მოჩვენებით და დროებით, არამედ უნდა უგალობოთ მას მარადივლად ოსანა მაღალთა შინა, ღმერთსა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. და ყველაზე მთავარი ამ დროს არის ის, რომ სანამ ის იერუსალიმში შევა, ის ჯერ ზეგნიდან ტირის და გოდებს იერუსალიმზე და ასეთი სიტყვებით მიმართავს დაახლოებით, რომ ვიცოდეთ თანამედროვე ქართულად იერუსალიმ, იერუსალიმ ორჯერ ამბობს, რომ დღეს მიმკვდარიყავი თუ ვინ მოდის შენთან და სად არის შენი ცხონება, შენ არ დაინგრეოდი და ასე არ დაგემართებოდა. აი ესე მინდა დღეს მივმართო ყველა ქართველს, ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ქვეყნის გადარჩენა ეკლესიაში ხდება, ეკლესიური ცხოვრებით, ლოცვა კურთხევით, თავდაბლობით, შრომით, სოდნით, თავდაბლობით, ერთმანეთის შეყვარებით და რა თქმა უნდა უფლის სასოებით. თუ ჩვენ უფალი მიგვიძღვება წინ და ჩვენს ცხოვრებას გაუფენთ მათ ფეხქვეშ, როგორც მის სახედარს უფენდნენ, ღმერთი აუცილებლად გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედაქალაქს და აღარ იქნება ასეთი შფოთი, აურზაური და უცხო ქვეყნებიდან ჩარევა. ჩვენი გზა არის იესო ქრისტეს გზა, ჩვენი გზა არ არის რუსეთის, არ არის ევროპის და არა ამერიკის, ეს არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აქამდე ასე იარა ღმერთმა, ასე იარა ქვეყანამ, აქამდე ასე მოვედით და გარკვევით მინდა აღვნიშნოთ დიდი წმინდანის ილია მართლის სიტყვები, რწმენა, მამული ენა და სარწმუნოება.
ეს სამი მარგალიტი, სამი საგანძური არ შეიძლება დაიშალოს, არ შეიძლება მას რამე მოაკლდეს, იმიტომ რომ ჩვენი ენა და ჩვენი მამული, ჩვენი აღმსარებლობის, მართლმადიდებლობის გარეშე ვერ იქნება დაცული და ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს გვახსოვდეს, რომ დღევანდელ დღეს უნდა მაცხოვართან ერთად დავრჩეთ, კი არ უნდა მივატოვოთ, როცა მას დაუწყებენ ლანძღვას, როცა ის შედის იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში და იქიდან გამოასხავს, ასე თქვა, მეკერმეებს, ვალუტის გადამსვლელებს და პირუტყვის გამყიდველებს და ამბობს, რომ ეს არის მამაჩემის სახლი და თქვენ ქვაბ ავაზაკად გიქცევიათ. აქაც სამწუხაროდ სექტანტები, წვალებლები ამ ადგილს ცოტა სხვანაირად იგებენ და ეკლესიას ამით, ასე თქვა, განაკიქებენ, მათ არიციან, რომ ეკლესია დღეს რომ ყიდის ხატებს, ჯვრებს და წმინდა ნივთებს, ეს ეკლესიის შემოსავალია და ამით ეკლესია სარგებლობს, ეკლესიის მსახურები და ამით ხელფასები გაიცემა, ხოლო სოლომონის ტაძარში კერძო პირები იყვნენ ამით დაკავებულები და ეს იყო კერძო ადამიანების გამდიდრების წყარო. მსგავსი რამე დღეს ეკლესიაში არ ხდება და თუ დღეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძართან ახლოს რამე საეკლესიო ნივთი იყიდება, ეს არის შემოწირულობა, ეს არის ზუსტად ეკლესიის ყულაბაში შესული თანხა, რომელიც ხმარდება ზუსტად ეკლესიის კეთილდღეობას. დღეს ყველამ ერთად ლაზარესთან, მაცხოვართან და მოციქულებთან ერთად ავიღოთ პალმის რტოები, ბზის რტოები, მარადმწვანე მცენარეები, შეიძლება იყოს ეს ყვავილები და მაცხოვარს გავყვეთ და არ მივატოვოთ არასოდეს. ერთმანეთს შეურიგდეთ, ერთმანეთს ვაპატიოთ. თუ დღემდე კიდე ვინმეზე გაბრაზებული და განაწყენებული ბრძანდებით, ძალიან გთხოვთ, თუ გინდათ რომ იყოს ნაყოფიერი ეს მარხვა და ჩვენ ნამდვილად მთელი სულით და გულით ვადიდოთ ღმერთი, აღდგომა ღამეს ლიტანიობას შეურიგდეთ, ვაპატიოთ, დავივიწყოთ. არ შეიძლება ადამიანმა ზეთი იცხოს, ეზიაროს, ბზობა აღნიშნოს, ლაზარეს აღდგომა აღნიშნოს და ამ დროს გაბოროტებული და განაწყენებული იყოს მოყვაზე. შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, შეიძლება მოძღვარი იყოს, შეიძლება სულიერი და ან ძმა იყოს. ნუ იყოფენ. შევრიგდეთ, შეუნდოთ, ვაპატიოთ, დავიწყოთ მსვლელობა, ვისაც აქამდე კიდევ არ მოგიფიქრებიათ მარხვის შენახვა, დაიწყეთ მარხვა და არც ერთი მოძღვარი თქვენ აღსარება ზიარებაზე უარს არ გეტყვით. ღმერთს ებარებოდეთ, ჩვენს ქვეყანას, როგორც მამები ამბობენ, სახარებასაშინა ლაზარე ქვია, ლაზარე 4 დღის მიცვალებული ყარდა, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ძალიან მინდა რომ ჩვენი ქვეყანა ღმერთმა აღორძინოს და აღარ ვიყოთ მიჩერებულები ჩრდილოეთისკენ, ევროპისკენ და ამერიკისკენ, რამე თუ ჩვენი გზა, როგორც გითხარით, არ არის ბარაბას გზა, ჩვენი გზა არის იესო ქრისტეს განკაცებული ღმერთის გზა. ამ გზაზე დადიოდა, დადის და კიდევ ივლის ჩვენი ქვეყანა და არა მივდრეკილი ვართ არცა მარცხულ, არცა მარჯულ. პირდაპირ ჭეშმარიტებისკენ, სასუფევლისკენ, უბრალოებით, ლოცვით, ფსალმუნთა გალობით, ბზობით, რა თქმა უნდა, რომ ეს რწმენა არის მარადმწვანე და არა დროებითი, არამედ არის ჭეშმარიტი კლასიკური სარწმუნოება და ამ რწმენამ გადაგვარჩინა ჩვენ და ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვებს ნუღარ დაამახინჯებთ და ნუღარ მოაკლებთ, რაც არის მამული ენა და სარწმუნოება. საქართველო აი ამ სამმა საგანძურმა დღემდე მოიყვანა და აი ამ სამმა საგანძურმა უნდა შეიყვანოს სასუფევეში. უფალს ებარებოდეთ, მრავალ ბზობა ბაიაობას და ლაზარეს აღდგინებას დაესწარით ჩვენთან არის ღმერთი.